მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით 98.5-ია გახლავთ ეს შემოგადანო რადიო სივრცე. ეს არის გადაცემა ჯაპანას პაპანაკება, მოგეხსენებათ ჩემო კარგებო. და დღეს ძალიან მოხარული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, ყავს ისეთი სტუმარი, რომ მართალი გითხრათ, აი ძალიან გამიხარდა, რომ დღეს გადაწყვიტა ამ კაცმა, რომ მოსულიყო ჩემთან, იმიტომ რომ ვიცი, რომ აქ რაღაც პრობლემები ყველგან არ დადის ისედაც პატივცემული გია ბურჯანაძე, ჩემო ბატონო და ეს არის ადამიანი, რომელმაც ეხლა მისი რეგალიერები ხო დავიწყო და ჩამოვთვალო აქ რაღაცა ძალიან ტყილა წაგვართვით დროს გასაგებია დამსახურებული არტისტი თბილისის საპატიო მოქალაქე ჩემო ბატონო და აულა გითხრათ ეხლა მეტი რა გია ბურჯანაძე რა მართალი გითხრათ იმდენი გაკეთებული ამ კაცს ამ ქვეყნისთვის რომ კარგი ისეთი შემოქმედებითი კვალი აქვს დატოვებული ძალიან ისეთი კაფიო რა ჩემო ბატონო და მე მინდა რომ ძალიან გამიხარდა დიდი მადლობა მინდა გია მომბრძანდი ჩემო კარგი ჩემთან ხო რა უღრმესი მადლობა მომბრძანებისთვის ვიცი რომ ეხა შენ რა ქვია მაგამაის შენ კი არა მე აღარ მინდა უკვე ეს ტელეეკრანები უკვე რაღაცნაირად აი აღარ ვიცი და სულ ისე ვარ ხოლმე რომ აი სად ვერ მივდივარ ხოლმე და ვიღაცების გული წყდება და მე კიდე ერთხელ დიდ მადლობას მივდე ძალიან დიდი პატივია შენი სტუმრობა ჩემთვის შემოგარგო და მინდა დავიწყო იმით რომ ეხა გასაგებია ყველა მიცის რომ ბაჟანიშვილის თეატრის მსახიობი ხარ როგორი მსახიობი ხარ ახლა ეკრანიდან გიცნობს მთლიანად სალამარტო საქართველოს მართალი გითხრა საქართველოსზე აღარ არის ლაპარაკი და აი რა მინდა იცი რომ თქვა რომ აი როგორ დავიწყოთ რითაც დაიწყო შენი ცხოვრება დაიწყო იმით შენი ცხოვრება იყო პატარა ბავშვი წარმომიდგენია პატარობაში შენ ალბათ ჩემს სიმაღლე იქნებოდი ალბათ არა პირველ კლასში არა არა ასლავები მე ხუთე კლასამდე ბაღში იქნებოდი ჩემს სიმაღლე მე ხუთე კლასამდე ვიყავი დაბალი და მსუქანი რას მიკაიეთი რა მითხარი კომპლექსი მქონდა რას ლაპარაკო რატო ვერ გავიგე რა აირა არა ნუ მერე და მერე ავიყარე რა ტანი რა მე შეგრე მერე და მერე ავიყარე ხო ტანი ნუ შენ არა ჩერებ თან და მიდიხარ და მიდიხარ ხო მე ეხლა წავჭერდები სიმაღლეში მივდივარ და მივდივარ მაგრამ რატო ესე ვერ გავიგე მამა მაღალი და რა მე ეს საშუალოსი მაგ ჩვენ გვარში როგორ არის კალათბურთი მაგნავით ო რო ავიყარე ტანი უკვე მე შინ კალათბურთზე მერე იმას ქვენთორი ახლა ჩემი სიმაღლე ძალიან სიცხვილი იყო რომ ისულიყო კალათბურთზე მაგრამ რო ავიყარე ტანი და რაღაცა აი მე მაგრამ არც ფიქრობდი მაგაზე ნუ კალათბურთზე ნუ აი ესე სპონტანურად მოხდა რა ჩვენი უბნის ბიჭები დავდიოდით ისე რა თავს ვირთოვდით არც წვნელი ყავდა არც არაფერი ისე ჩვენ რა მე ბავშვობა როგორი ქონდა რანაირი ბავშვი იყავ ყალთაბანდი ბავშვი იყავი ყალთაბანდი რა აი მაიმუნობდი ცელქობდი რაღაცა და გაგებუჭებია იმაზე ფიქრობდი ერთი კვირის წინ ქონდა ისა რა კლასელები ნუ ეხლა სულ ერთად ავართ ხოლმე რა ძალიან დიდი სამეგობრო მყავს მე და ნუ კლასის სამეგობრო კიდევ ერთი ეხლა ვიყავით ერთად რა ნუ რაღაცებს ხო ვიხსენებთ ხოლმე და რომ რო რაღაცა სულ ჩხუბობდი თულმე და რა მე თვითონ გამიკვირდა აღარ მახსოვდა რაღაცები ზოგმას კიდე გაიხსენეს ეს რა ფერა სუ პატარა პატარა რო კომპლექს არის კი ვიყავი და როაც ცნობიერებ ეხლა რატო კომპლექს არის კი ვიყავი დაბალი და მსუქანი სუკანი თუ იყავი ძიბეწონა იქნებოდი არა ბიჭო ფუტკუნა ბავშვი ვიყავი ო და ისა რა ქვია არ სწავლობდი კარგად და ნუ აი კომპლექსები მქონდა რა ნუ გოგოებს არ მოწონს ხო ეხლა ვინც არ სწავლობს კარგად და ვინც დაბალია და მსუქანი მოწონს კარგად ვინც სწავლობს და მაღლები და ამაზები ხულიგანი ბიჭები და რაღაც ხუჭი ან ეგ მერე და მერე პატარაობაში სუ პატარები რო არიან ხო სუ პატარები და ნუ არ ვიყავი ეხლა არ სწავლობდი კარგად რა ნუ ფაქტია არ მიყვარდა რა რაღაცა საგნები აი რაც მიყვარდა იმას იცოცხლე რა იყო იმას ყველა სულ ამჭირდა რა გიყვარდა ლიტერატურა ისტორია გეოგრაფია და ეგეთი რა ყვარებია ჰუმანიტარული საკითხები ყვარებია ესე იგი რა და სკოლას როგორ დაამთავრე ხა ბედალის არ გამოვიდა სკოლა როგორ არის იცი ჩვენ ისა სპორტულ სიებში ვიყავით ხოლმე და ამიტომ ბოლო მერვე კლასი მაშინ 10 კლასი 10 კლასი იყო ჩემ დროსაც ხო და მერვე მეცხრე და მე-10 კლასის გამოცდები არ ჩამიმბარებია იმიტომ რომ სპორტული სიებით ვიყავით და გვანთავისუფლებდნენ ხოლმე რა და ეხლა გამოცდები რო არა გაქვს ჩაბარებული და რაღაცა ნუ სულ სამიანების ატესტატი ნუ არ დავდიოდით ხო სკოლაში და არ ვაბარებდით გამოცდებს და ნუ არა რაც მოგცეს რა ეხლა ეს ატესტატი რაც იყო ეგ იყო რა დედა მამა კაცები იყვნენ არა კაცო არანაირად რა პროფესიის იყვნენ ინჟინრები იყვნენ რა უმრავლესობა ჩვენ სანაცვლოში სულ აი ტექნიკური ინტელიგენცია უმრავლესობა თითქმის 95%. რა საუბარია კიდე არავინ არ იყო მსახიობი არა ნუ აი დედაჩემის დეიდაშვილი იყო რეჟისორი მედია კუჭუხიძე
უი რას ლაპარაკო, დეიდაშვილი იყო, ხო, ნუ დეიდა არის რა, ესე დეიდა გავდივს მედია ჩემი. მაგარი ხალბატონი რას ლაპარაკობს. უხ, და დიდი რეჟისორი. დიდი რეჟისორი ძალიან განათლებული სიკრალი და რომელიც წინააღმდეგი იყო, მე რო ვთქვი რომ თეატრალურში უნდა წავიდე, გაგიზდა შენ რა გინდა გაუნათლებელი სპორტსმენი ხარ რა გინდა თეატრში. რას ლაპარაკობს, ხარ დრო იყო ჩემი, ესე იგი მაგრამ. არა, მედია შენ თუ გაუნათლებელი ხარ ეხლა? არა, მაშინ ეხლა ალბათ ეგრე, იმიტომ რომ ეხლა ერუდიციის გარეშე და მედია იყო, არ ვიცი, ნუ ეგეთი ნაკითხი ხელოვანი საოცრებაში და ეგეთი ერუდირებული და რა. და ამიტომ ეხლა ნუ სპორტსმენი და არა, ნუ კითხვა მიყვარდა ბავშვობიდან ესო და. ხო, როგორ მოხდი მაშინ აი თეატრში? არა, მეზიას დამსახურება არა. რამე, აბა ეხლა რატო გადაწყვიტე ესე აი სახი კალათბურთიდან უცებ თან კარგად თამაშობდი კალათბურთს ვიცი რომ ისე პროფესიონალი ამბავი იყო რა. კაპიტანი ვიყავი ნაკრების ახალგაზრდა, ჩემი რა ერქვა ჭაბუკთან ნაკრების კაპიტანი. ესე იგი შენი პერიოდის არიან ეხლა ჩემი ახალბე აი გურასპაული პაატა ესენი აი ეს თაობა აი საწყალშტებული გელა დარსაძე აი ჩემი გუნჩი ვინც ვიყავით ერთად რა დარსაძე ეხლა ცოტა ხანი ზურიკო ეხლა ხანს გარდაიცვალა გრძელიძე ცოტა ხანი თამაშეთ რაღაცა აი ეს ხალხი ვიყავით გუნჩი რა და რატო შეწყვიტე მაშინ ვარიანტი არის კალბურს ვეღარ გააგრძელებდი სამსახიობოზე რა არის იცი ჯერითი მუხლები საოპერაციო მქონდა ორივე მუხლზე მენისკი და იქ ყველა კალათბურთს ემართება ეგ ადრე თუ გვიან ყველას ხო თუ ძალიან ბევრს დავხვდივართ რა თან მასაც ხო ისა დიდები ვართ არა და ნუ ეს ნენელა ეს მენისკები და ძალიან ბევრ დარბი ხართ როგორია თუ პატარა მე მოძრაობებია პატარა მოედანი სულ მოძრაობა ძალიან ბევრ დარბი მე თან კიდე აქ სულ მოძრაობას ვეძახით ხო ჩვენ აი ეს და ამიტომ ძალიან ეს ცდება ეს ჩვენი მუხლები და საოპერაციო მქონდა მუხლები და მე თან უკვე ნუ მივხვდი რა ეხლა პირველ კურსზე ინსტიტუტში ვეღარ ვქაჩავდი რა იმიტომ რომ შენ ხო იცი ეხლა ჩვენთან რამდენი დრო მიდის ხო ინსტიტუტში რა ნუ დილით და ლილისთან ჩააბარი იოსელია არა ლილისთან ლილისთან მეორე კურსიდან წავედი მეორე კურსიდან წავედი გადამიყვანა წინა კურსელებთან ლილიმ რა თორე ჩემი კურსი იყო რეზუსი მიცხოვლავაც იყო ჩავალ ხო მამ ვიცი დაამთავრე შენ რომ დაამთავრე მე შევედი იმიტომ რომ მე 19 სამ ჩავაბარე და შენ 16 სამ მე 16 ხო 16 სამ ჩავაბარე მე 19 სამ პირველ წელს მიშასთან ვერ მოხვდი და მე ლილისთან მოხვდი და რეზომ წაგვიყვანა გავიყავით რა ასე რომ ერთი წლით ახლა შენ შემზე უფროსი მეტი კი არა 10 თვით რა ასე რომ ერთი თაობა ვარ უბრალოდ შენ გამასარი ისე არაფერი ახლა ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და რაღაცა მე-9 კლასში ვნახე მოჩვენებანი აჰა უი მე აქ მარჯანიშვილს ვასაძე და ვასაძე ვერიკა სოფიკო და ნოდარი აუ ხუთი ის არის მოქმედი პირი იფსენის იფსენი კი ბატონო და ისე მოვინუსხე მაშინ ამათი თამაში ან მოხუცების ხო ვერიკოსი და ესე იმიტომ ეგენი ხო რაღაცა ის ქონდათ მაგათ მანერული არტისტები იყვნენ რა ეგ თაობა რა მაგრამ აი ამ სპექტაკლში, ამ თემურის გაკეთებულ სპექტაკლში, ეს მანერულობა თითქმის გამქრალი იყო. არა, იმდენი სიღრმე იყო და ისეთი მატარებლები იყვნენ, აი ამ შინაგანი იმს, აი მონოსხული დავში და აი მაშინ თქვი, რომ აი ეგეთი მინდა ვიყო მეთქი რა. ხა წარმოვიდგინე, ხო ვასაძისნაირი, ვერიჩკასნაირი, პირველი როლი ვერიკოსთან ვითამაშე. ვიცი, მაგითა კითხო და ბარენ გადაიქვი, მოდი, გითხარი როგორ მოხდა აი მაგასთან დაკავშირებით. მოდი ჯერ ინსტიტუტი გავიხსენოთ თუ გავიხსენოთ ეგ ამ. ბიჭო, მოდი რა სხვა რამებზე ვილაპარაკოთ. რა სხვა რამებზე? ჩემზე რა მეგობრებზე ვილაპარაკოთ, ქვეყანაზე ვილაპარაკოთ. ქვეყანაზე ვილაპარაკოთ, მეგობრებზეც რაც შენ გინდა, თება წამოჭერი და ვილაპარაკოთ, მაგრამ ხალხმა არ იცის, დედასპიცა ვარ და თუნდაც აინტერესებულია ხოლმე. აი აინტერესებთ ეს არის, აი ინტიმური ამბები. სახიობების ხო მაგალითად ოჯახი როგორ რამდენი შვილი ყავს როგორ არის შენი სიდედრი გენდაცვალე განათა მუკაშვილი მაგას ენაცვალოს მაგის სულს შემითავი არაჩვეულებრივი ადამიანი რატო არ უნდა იცოდეს ეხა ამ ხალხმა რომ გოდერძი ჩოხელი მაგალითად ლუმისილი აქვს რომ საერთოდ არსებობდა განათა მუკა არა არისო ეგრე არიცოდა რომ გოდერძიმ გაიგო რომ სარისოროზე კი არსებობდა კინომცოდნეობაზე კინოზე რატო არ მაღებინებთ კინოზე რატო არ მაღებინებთ აკო შენო კინოების გარჩევას სწავლე მეუდა, აბა საფწავლო მოხდეს. ხო, ეგ გამბირია. იამიტი კაცი იყო. და ული და თურმე რო იწვა რა ეხა, ნუ ხალბატონი რა
ჭლექი ქონდა ისედაც ეხლა ვინმე რამეს უაშავდა ინსტიტუტში და გარიცხვაზე რო იყო სუყალა ლალასთან გაგონებდა რომ გადაეცა ლალა შევარდებოდა და ეთერი გუგუშვილთან გადაარჩინოს და რამდენი ესე რა გადაარჩინა მე და რემკა ვიყავით კაი ზუსტად ეგრეთ გარიცხვის ამბებზე მიდეკით და ეს იყო სულ ის გადაფარებული სტუდენტებზე რომ არ გაერიცხათ და არ დაესწრათ არაჯეროვანი ხალბატონი რა ხო დაინტერესებთ ეს ამბები და როგორ ჩვენ გინდა რაზეც გინდა იმაზე რომ თვითონ წამოჭერით თემები თუ გინდა რა ვერიკო იყო პირველი პარტნიორი ეხა უკვე საინტერესო ამბავი აი როგორ რო დავამთავრე ინსტიტუტი ხო რო იმასკენი რა იმავე ზაფხულს ხო წაგვიყვანა თემური ჯერ მაშინ თქვი ისიც რა რატო წახვედი მარჯანიშვილში და არა იმიტომ რომ ტაციაობა იყო შენ იმიტომ რომ ვიცი რომ ტაციაობა იყო მთელი იმ პერიოდში ხო ლილი წვითავდა ყველაფერს ჩემთვის რა აი ყველაფერი ლილი მასავლა იოსელიანი ნუ ხო ვინც არის ეს ხო ეს იყო მარტო პედაგოგი არ იყო ის ჩემთვის იყო აი ცხოვრების მასწავლებელი და ყველაფერი ნუ ლილისთან ცხოვრობდი სულ რა აი რაღაცა აი ყველაფერში ლილის უმადლი რა არა მარტო სამსახიობო პროფესიაში ცხოვრებაშიც რა ბევრი რამე მასწავლე შრომა ხო გასავლა და გასავლე ნუ შრომა აი პოდოპოდა ნუ იმენაცვალე ხო და რა არის ის შრომა კალათბურთიდან მქონდა ეს უკვე გამომუშავებული იმიტომ რომ ეს თუ არ გაგიჭირდა ლილის და არა აიწყობა უკვე კალათბურთიდან ესე ვიყავი მომზა იმიტომ რომ კალათბურთშიც ისეთი მწვრთნელი მყავდა აი ლილისნაირი ნამეტანი მოთხოვნი სერგოიჩხნელი ეგეთი იყო რა რომ აი ნუ აი წულმანებში და იმაში და ნუ ძალიან მკაცრიც იყო და აი ეს დისციპლინა და თავის მოკლა საქმისთვის აი იქიდან დავესწრი კალათბურთიდან რა ნუ ლილისთან არ გამიჭირდა აი ჩაოლებრივი ამბავი მეგონა რა უფრო მიჭირდა სხვა რეჟისორებთან რომლებიც თქვა ესე იოლად და რაღაცა და ისე იმიტომ აი ეს აი ყველაფერი ლილის უმატლი რა ყველაფერს ხო და ის სკოლა რომელიც მაგითო წამოყვედი ლილის იმიტომ რომ თემურის იყო ამ სკოლის იმიტომ რომ მიშა ბატონმა მიშამ წამიყვანა თავიდან მესამე კურსზე რო ვიყავ მიშამ გათამაშა როლი პირველი როლი დიდ სცენაზე ნუ პროფესიულ სცენაზე მიშას თავიდან და რა იყო ისა ლურჯი ცხენები წითელ ბალახს მიშამ გააკეთა მიშამ დადგეს მიხაილ ივანიშმა ხო რა ქვია მე ვიყავი გაც ხელფასი მქონდა იქ მაშინ ერქვა კინომსახიობთა თეატრი სახელოსნო არა თეატრი ერქვა სახელოსნო თავიდან ვითომ ეს დაარსა მიშამ და მე ერქვა კინომსახიობთა თეატრი იმიტომ ისე მსახიობებიც იყვნენ მაგ თეატრის შტატში აი ვინც არ იყვნენ თეატრებში და კინომსახიობები რასაც ერქვათ რა და კინომსახიობთა თეატრი ერქვა და ეროსი იყო დირექტორი კი ბატონო გარდაიცვალა მალე ხო რო დანიშნეს აწყალი 90 აი პაჩები პატარა ქალაქი კაკრა აი რო დაიდგა მაგას გოგი მითამაშა გეგეჭკობა მე მაგ ეროსის რო დაითამაშა პირველ კურსზე ვიყავ ეროსი რო გარდაიცვალა ხო მოკლედ ძალიან ახლოვლოდით რა ახლა იქა და ნუ ეს ჩემი უფროსი თაობა რა ჩემი მეგობრების ნუ პარტნიორების და კოლეგების და რაღაცა გადასარევი ხალხი ძალიან მე ვიყავ პატარა მაშინ სკოლის ისო დავამთავრე ინსტიტუტი 20 წლის ვიყავ გავხდი 20 წლის დავამთავრე ინსტიტუტი. ხო და ნუ ახლა როდესაც იყო იმაზე რომ ამ უნდა წავსულიყავი რობიკოსთან ან მიშასთან დავრჩენილიყავ, იმიტომ რომ ისედაც ვიყავი უკვე მიშასთან. ხო და ნუ იმ პერიოდში დაინიშნა თემური იმათ სამხატვრო ხელმძღვანელად მარჯანიშვილში. ხო და ნუ ახლა ლილი იმას აქნა რა რომ რობიკო ჯერ ადრე არისო შენთვის, იმიტომ რომ შენ ახლა რაც მე გასწავლე ეს უნდა გაამაგრო რა და რა ქვია ან თემურისთანო ან გაამაგრებდით ან თემურისთან თავის დაუწყდა. ერთი სკოლა იყო რა ლილისი, მიშასი და თემურის ერთი სკოლა და ამიტომ აი მეც ესე ჩავთვალე რომ სწორი იყო লিლის გადაწყვეტილება რომ წავსულიყავ. და მერე რაღაცა პერიოდის მერე თავში ქვაგიხლიო შენ რომ გაამაგრებო შენ იმასო სადაც გინდა იქ წადი და იქ ითამაშეო მერეო რა. და მერედან ხო იცი როგორ შევჩი იმიტომ რომ ნუ ახლა მიყვარდა ეს ნუ აი მართლა ის ესთეტიკა რაც ჩვენს თეატრს ჰქონდა რა მარჯანიშვილის ეს ესთეტიკა რაღაც უფრო კამერული ეს რაღაცა ხო აი ფსიქოლოგიური დრამა უფრო ისეთი აი ახლოს მაყურებელთან და რაღაცა თორე რობიკა სპექტაკლების ყურება მიყვარს მაგრამ თამაში მართლა იქ აი რა უნდა გამეკეთებინა რობიკოსთან რა მithumetes როდესაც იქ რამაზი იყო და ნუ ახლა ჩვენთანაც იყვნენ დიდი არტისტები არანაკლები რამაზიზე და იქ როგორ იყო ჩვენთან აი პარტნიორობა სხვა რამე იყო ერთ დონეზე ვიყავით რა უმცროსი უფროსი არ იყო განსხვავება რომ პარტნიორობა მე ყველასთან ვითამ აი პირველი რომ მივედი თეატრში თემურის რომ წამიყვანა აი იგი იყო ოთარანთქვრივი რა მარტო წამოხედი ბოდიში ვგაწევ არა ჩემი ჯგუფელები ვამუკა კიკალა ჩვენი თემო კილაძე ქეთინოგები არა
პარალელურ პარალელური ჯგუფში იყო, ხო, კურსელები ვიყავით. და აი ჩემი პარალელური ჯგუფიდან შენ არ იყავი 60-ში, არა, ხო? მე მაშინ იმას იდიოტს თამაშობდი. დოსტოევსკის თამაშობდი ეგენელ სამოხიში. ხო. ისა თემური კილაძე, ქეთინო გეგეშიძე, ქეთინო აბულაძე, მამუკა კიკალა, აი ესენი წამოვიდით, ერთ გუჯა იყო კიდე ძალიან კარგი არტისტი. თემურა კილაძე. მარსაგიშვილი. თემურა ვთქვით ხო, თემური თავიდო ხო. ესენი კურსელები ვიყავით ჩვენ არა და ისა ნინო კობერიც. ხო და აი ესენი ერთად მიგვიყვანა თემური რა და ნუ პირველივე სპექტაკლი ახ მე და თემოს გაგვიმართლა რა და ქეთინო აბულაძეს რა მე და თემურა კილაძეს რომ თემურისთან აი ვერიკოს პარტნიორები ვიყავით რა პირველივე სპექტაკლში ვერიკო რა მაგარი მაგარი და ნუ დიდი აქტრისა ნუ აი მაგარი პიროვნებას მაგარი იყო რა საინტერესო ძალიან მე სტუდენტი ვარ და მაგ დანახი რა იგივე რა რა აი ესე მოხდა ესა და მე უკვე სულ ყველა ვინც დამხვდა თეატრში, ყველა დიდი არტისტი, ყველასთან ნათამაშები მაქვს, აი პარტნიორობის, ნუ თანაბრად ყველასთან აბსოლუტურად. რამდენი წელია რაც მარჯანიშვილში? 91 წლიდან ვარ მარჯანიშვილში. ნუ რამდენია? ვერ ვიცი. მე დავთვლი უკვე. სამედიერი რა, 50 წელი და არა. ცოტა აკლია ნახევარ საუკუნეს რა. ხო და აი ვინც კი იყო, აი ვინც დამხვდა ცოცხალი, სულ ყველასთან ამაქვს ნათამაშები, აბსოლუტურად სულ ყველასთან, აი ეს პარტნიორობაში და ყველა არტისტი, აი დიდი არტისტები იყო რაღაცა, ნუ აი ყველას ის ვიცი რა, ბევრისგან ვისწავლე რაღაცები. და როგორ მოგიდგა ახლა პირველი ახალგაზრდას, აი ვერიკო? ვერიკო? არაფერი, შეულებრივად რეპეტიციაზე, ნუ მოდიოდა ვერიკო, ერთად ვისხედით რეპეტიციას გავდიოდით შეულებრივად რაღაც. და მე უკვე სპექტაკლზე ხა ასაკში იყო ვერიკო. ტექსტები ავიწყდებოდა. და მე როგორც მივხვდი იმ პერიოდში და მე უკვე ანალიზს რო ვაკეთებდი რა, უკვე ასაკში რო შევედი და აი რა იყო ვერიკოს უნდა მაგ სპექტაკლის თამაში ერთი ფრაზისთვის. მივხვდი ამას. მოკვდა. აი გიორგი რო კვდება და თემური თამაშობდა გიორგისა და ეს ხელებს ზევიდან დაადებდა თემური მუხლებზე იყო ესე და ნუ ესე გაკეთებული, ნუ ხა შეიძეს კარგად ყოდა გაკეთებული. და კილაძე ეს თემური გიორგის თამაში რო კვდება და ესე ვერიკო აუფათურებდა ხელებს რაღაცა და გვერდზე მე ვედექი რა ეს არჩევს თამაშობ მე და ამომხედავდა და მოკვდა რაღაცა ხმით ამბობდა აი დაიხავლებდა რა შუალტელი რა გაფუჭებული ვიყავი რა ამ ფრაზის ვინტო ვერიკოსაც ხო შვილი დაღუპული ყავდა მაგალ მე კინოშიც ითამაშა ეგ უთარანთქური არა კინოში მაინც ესეთი რამე იყო ის ცოტა ესეთი ფილმი არის ის აი შრალია და ეს ცოცხალი რომ დადის და რა იყო ისიც შემთთვის აი არტისტის აი ეს ესთეტიკა რა რაც მიყვარდა მარჯანიშვილის თეატრ აი ხმარო არ ამოეღო ვერიკოს აი შინაგანი ის ქონდა რაღაც აი დაჭდებოდა გიყურებდა აი არაფერს არ გააკეთებდა ხმასაც არ მოიღებდა მაგრამ მონოსხული იყავი კი ბატონო ეს არის რომ შინაგანად იყო სავსენი იყვნენ ესე და სპექტაკლის უთამაშობდით სულდათ რო ხდებოდა ვერიკო მაშინ მოდიოდა სპექტაკლის სათამაშო სცენაზე უნდა დასიკვდილი არა ბერეგიშიც არის რომ თუ სცენას გამოყავხარ გომარი ბიჭო დამთავრდებოდა იქ რეანიმაციის მანქანა იდგა ხოლმე კაცო ვერიკო თამაშა თამარა სხიტლაძე იყო დუბლი ვერიკოს ხო და ნუ თამარის გამზადებული იყო სულ ჩაცმული დახურული იმიტომ რომ მოდიოდა ვერიკო ეს როგორი თამაშობს სპექტაკლს რა და უსმად რამე რომ უხდარიყო რომ თამარას ეთამაშა რა სესილია გადმიულებდა თან რაღაცა ვიცი კიდე ამბავი რომ სესილია რო დამთავრდა სპექტაკლს ერთად გავდიოდით კულისებში და პაპიროს ხოლმე და ცოცხალი ვარ ვიძახდა ხოშიან ხასიაძე იყო ეს ვერიჩკა ამა და დავждებოდი სესილია იმიტომ რომ ვერიკო მითხრა ერთხელ რომ ბიჭო დილის სპექტაკლები ხო იყო ხოლმე ჩვენთან რა კოშმარი არის რა 12 საათზე დილით მაი რა უნდა ეთამ ვითომ ბავშვები რა დაბალი ღობენა ხეს კაცო არ არის რა არა ხარ რა 12 საათზე არტისტის მოწყობილია რომ საღამოს თამაშობ სპექტაკლს ნუ თუ ბავშვთა საბავშვო სპექტაკლია კი ბატონო მაგრამ ხა სერიოზული და ესეთი სპექტაკლები დილით რატო უნდა ნახო ბავშვებს რა ცოდვები არ არის ამ ბავშვები გასულ ხო და 12 საათზე იყო ესე რა კვირა დღეს 12 საათზე უნდა გვეთამაშა სპექტაკლი ყოველ კვირას იყო ხოლმე 12 საათზე დილის სპექტაკლი მაინც სესილია მოითხოვა ჩვენი ნახვა თუ მე ამ სპექტაკლის ნახვა დილით მინდა ნახვა და ვერიკო მეუნო რა მაზალო ხალი არის აი მაინც ეხლა მოვაო და ბიჭო ვატყო ვერიკო ნერვიულობს რა ხალი არაფერზე არ ნერვიულობს სცენაზე გასვლა ბიჭო ნერვიულობს ავნერვიულდი მეც ეხლა ისინი არ მახსოვს თემო და ისა რა ქვია
მენ ადამიანმა ვერიკომ ტექსტები გამოტოვა, აურია ყველაფერი რაღაცა, ეშინოდა იმის სესილიას. რო დავთარდა სესილია გაგვატარა იმაში რა. ცალკე ვერიკო იმას აქნა, მე ჩემზე ეს შენ გონი არტისტი გამოხვალო, შენო აი ეს არტისტი კაი გაჩერდი ვერიკო. რო წავიდა მე მითხრა ეგეთი არისო რა. გიждდებოდა ვერიკო სესილიას. გიждდება. ისეთი რამეები აქვს მოყოლილი რა, რომ აი არტისტის ბუნება რა. მაგარი რამეები ალბათ ხო? აურაი რეიბია. აი ნახე, არ ვიცი არასოდეს არ მithქვამს და რადგან ახლა ამ თემაზე ვლაპარაკობ. ერთხელ მეუბნება რომ აი ეგეთი ადამიანი მსახიობი, იმიტომ რომ თანაბარი არტისტები იყვნენ რა ორივე. ნუ ახლა სესილიას კიდე კომედიებით შეეძლო და ვერიკომ სიბერეში ითამაშა რამდენიმე ესეთ სახასიათო როლი. თორე და სესილი ტრაგედიებსაც თამაშობდა, კომედი, ნუ ახლა წარმოებებია და დამთავრდა ყველაფერი ხო? სესილიას. მაგრამ რატომღაც ესე იყო, რომ ნუ თან პარტნიორები ვიყავით ხშირად გვერდ-გვერდ გვიწევდაო თამაშობდა. ოთახიც ერთი ქონათ მაგათ საგრიმიორო ვერიკოს და იმას სესილის. უნდა რომ დამთავრდებოდა სპექტაკლი, ჩემთანო შემოდიოდნენ და აბა თაიგულებით და იმეები და კალათებით თაიგულების და ვიღაც არტისტი ისინი რაჭკაპური შემოვიდა ხოხვითო და ხელებზე კოცნითო და სესილია იჯდაო და გრიმს წარმოიდგინე ჯერ ხო ქალური ის უნდა დამართოდაო ჩემს მიმართო. რომ სახიობას თავი დაანებე რა, რომ ამ ქალზე გვერდ-გვერდ ერთნაირები ვართ. ამაზე ყველა გიждდება. ამას როგორც ქალს არ აღიქვამე, როგორც არტისტს კი, მაგრამ მაინც ჩემსკენ იყო ეს, რასაც თამაშობდიო, ხო ის მარგარიტა ის რო ითამაშეს მაგათმა კი. სესილია იჯდაო, გრიმსი შორევდაო. ერთხელ არ მახსოვსო, ვერიკო მეუბნება ამას, რომ ამ ქალსო ჩემთვისო, ამისთან ერთგული და ამისთან მეგობარი მე არ მყოლიო. აი რაღაცა ან გადაკვრითო ან რაღაცაო, რომ ნაწყენი არის ამის გამო, რომ აი მე ესეთი პოპულარული გესმის. და თვითონ რომ ნაკლები და რაღაცა ეგეთი ადამიანი მე არ შემხვედრიაო რა აი არტისტულ იმაშიო რა არტისტებს ხო იცი აქვთ რა ერთმანეთის მიმართ რა ნუ იდიოტობა არის მაგრამ ნუ ბუნებრივად ხდება ხოლმე რა ეს ქიშპი და რაღაცა თელი ცხოვრება მით უმეტესო იშვიათად არიან ადამიანები ეგეთი ადამიანი მე არტისტებში არ შემხვედრია აი გიждდებოდა სესილია ვერიკო რა კი ბატონო კი რა მაინტერესებს იცი რომ კიდე აი ხარ ის აი ინტერვიუში ამბობ ერთადმეს სიზმრებში ხედავ ხანდახან ზოგადად ვარ რაღაც კონკრეტულ სიზმრებს და აი ცხენი რაღაც ცხენით გადაღებაზე ყოფილიყარ ცხენი და ცხენს ფეხი მოგიტეხია ის კი არა ოჯახს მიდა შესაძ ახლა შევეხო და მე და ჩემო გოგომო ერთად დავიწყეთ სიარული სადღაც ამბობ ჩემი გოგო ერთად დავიწყეთ მოსკოვში ვიყავი გადაღებებზე რა არც ახვიდეოს ვაგაც უთქვია არა პუშკინის იმას ვიღებდით რა დუბროვსკის ხო და რა ქვია წინა დღეს ღამე ნახე სიზმარი რა ნუ არ ვიცი ახლა სიზმრები და რაღაცა მაგრამ სიზმრებს ხო და ისეთ სიზმარი და უცნაური და რო უთხარი ჩემს მეგობარს რა არ წახვიდეო რა ცუდი სიზმარი არის ნუ ახლა მეთქი ახლა სიზმარი და წავედი და ნუ მოთოვლილი იყო ცოტა და ცხენი ჩასრიალდა იპოდრომის ცხენები ყავდათ მოსკოვის იპოდრომის ცხენები ხო და ესე ჩაუსრიალდა აქეთა ფეხები და ესე ამ გამრეც იმაზე დავეცით რა ესე რა და ჩაკვა ფეხი ფეხი ხო იმიტომ რომ ამდენზე ამეწე ახლა ნუ მე ხო გზელი ფეხი მაქვს რაღაცა და წვივი ჩაიტანია რა ამაზე და ეს არის 500 კილომეტრი ინგლისური თომაც კი ბოდო იმ წავსე ავდექით რა თავი უნდა აუციო ცხენს და იმას აი ფოფხი და ავდექით მე ესე უნდა გირძევარ კაცო მაგრამ ტკივილმა რო დამარტყა რაღაცა გავშეშდი და იმათმაც ვინც იყვნენ რა ცხენოს მოვარდნენ იმ წონს ძალიან ცუდად დავარდი რა ეტყობა რა ხო და ჩამომიღეს ესე რა და რო დამიწყეს ჩექმის გახდა და რაღაცა და 12 ადგილას იყო მოტეხი აუ რა წვივი იყო სუნამტროებებში იყო და ეს ფეხი ერთად დავიწყეთ რომ მე და ჯებაკალიშვილმა სიარული დავიწყეთ ჯერი ქვიცეკი кайხანი მოსკოვში რა იმიტომ სურკინებით ამიწყეს მე ფეხი და რაღაცა და მე ჩამომიყვანეს ეს ახალი შეუღლებული ხარ მეუღლე არა ცოტა გვიან გაგვიშთა ჩვენ სუდანი ხო და ისა რო ჩამომიყვანეს თბილისში კიდე 2 თვე აქვიცეკი მე ხო და ეს პერიოდი იყო რა იმა ფეხის სადგმა რო დაიწყო მეც ეს რა იპოდრომია ეს რა გიდა ეს ჩვენ ეს არის ზამთარა ქვია მცხეს ხო
ეს ინგლისური ცხენია ჩვენი რა თბილისის იპოდრომია. საბურთალოს რო იყო იმ სიზონი. კაი იპოდრომი რო ქონდა. კი, მშვენიერი გადასარევი. ეს წინა ეს არის პეტროპოლის იყო ამისი мама. ცნობილის პრაიზვადი წელებს ეძახიან რა ეს ისა ყულარის ხესაშენში. დედა ყავდა ზაპონკა. სახელები ხო მაგარი ხო. ამას ზამთარა ერქვა. უკანა ეს დაწინწკლული აქვს თეთრი წერტილები აქვს უკან გავას. და თოვლის ზამთარა. აი თითქოს ფიფქები აყრიაო და რაღაცაო და ზამთარა დაარქვეს პატარა რო იყო რა. ის მინდა რა მინდა ესე იგი ამ ნუ შენ კაცი ამ კითხვას რო გისვამ ცოტა დრო გვაქვს ბევრი არა გვაქვს ეხლა წამოიგი გიაკან შესეულებიან ხომ რო ეტყვიან ხომ ჩიტოგრიტოზე რაღაცა სიტყვას გიჯდებოდა ხომ იგია რომ ჩიტოგრიტო კაც აქვს იფონეები დაწერილი რაღაცები და ესე იგი პროდიუსერი მეუბნება ეხლა კურსში რომ უთხარი რა გეხვეწებიო ნუ იქ ეხლა იქ სბორნი იყავით ეხლა იმაში რა ქვია გიგალურთი ფაინძის ლიმონას უთამაშობ თან შენ და რა ხალხია გარშემო უნდა შეხედო და ეგო მე ვთხე თან კაც აქვს მეთქი იაზონი აქვს დათამაშები და რა ვიცი ძველი ტრაგედიები და დაწყებული დამთავრებული ყველაფერი დათამაშები და იმის არ იყოს გიაკანჩელის ჩიტოგრიტო რა ჩიტოგრიტო ჭუაზე არ არის ვერიტას ჩიტოგრიტოს ვაში გასაგონად მაგრამ მაინც იქნება გვითხრა 1-2 სიტყვა იყო მაგალითად მე წიე დაკარგულა ფირცხალა ვაგურა დაკარგულა რა ხდებოდა იმ გადაღებებზე რა პირველად 20 წლის ვიყავი გიგამ 21-ისო გადამიყო პირველად 3 კინო მაქვს რა გიგას თეატრში არ მომუშავია გიგასთან კაც მარტო კინოებში ვარ მაგრამ ძალიან ვახლობ მარჯანიშვილში არ გიცა არ გიმუშავე რა უცნაური იმიტომ რომ დაიწყო გიორგი მეფის დიდოსტატის მარჯვენა რო ისა გიგამ დაიწყო ეგა აჰა აი გიორგი მეფეს რო თამაშობ რა და გიგამ დაიწყო მაგრამ მე იმას აქ არ ვიცი რა არ ვერ მოიცალა თუ რაღაცა დათოს გადააბარა მე ცხონებულს ანდღულაძეს ხო და ანდღულაძემ დადგა მე ეს დიდოსტატის მარჯვენა მაგრამ ძალიან ვახლობლობდით რა ნუ აი პირველი გადაღებებიდან რო დაიწყო და რაღაცა მაგარი კაცი იყო გიგაზე სასაული იყო რა სასაული კი თუთაშკია რო დაიწყო შენ არა მე სკოლაში ვიყავ სკოლაში იყო მე სკოლაში მე თუ მე კლასში ვიყავ ხო და აბა მე როგორ მაინც ვერ მოესარი რა უცნაურია შენ უკვე 91 წელი დახარ ეგა რა ეს სიგნიფიცისა იყო პირველი კინო გიგასთან ჩემი პირველი ფილმი გიგასთან რაც ვითამაშე მე იყო ეს ისა საბრალდებო დასკვნა და თუ რა ქვია თეთრი ბაირაყი და მე იყო პრემიერა და იგივეა პრემიერა იყო ლალი როსებას მიხედვით გააკეთა გიგა და მე ქეთინო კიკნაძე თენგიზ არჩვაძე თანხან მოურავი ჩვენ ნინო და ეს რეზო ჩხიკუ და ესენი რა ნუ თამაშობდით რა სამი კინო და ისე თითქოს აი მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ მაგრამ რო აღმოჩნდა თეატრში ერთად არ გვიმუშავე უბრალოდ გიგასთან არ მუშავა კინოშიც რა სამი ფილმი მაგრამ თითქოს აი ერთად ვიყავით რა მთელი ცხოვრება რა მე სამი ფილმი მე ცოტა არ არის არა ისე და ცხოვრებაში ძალიან ახლოს ვიყავით რა მაგარი გადაღებები იყო აბა წარმოიდგინე გენიოსები მე ვინ იყვნენ წამყვანი აი ლეო დიდხანს სამყოფოს მერტა ლეუშას გარდა აღარც ერთი აღარ არის გენიოსები რა გენიოსები ევ კარგი იყო კაცო აგე ის კადრები შედგა ნიჭიერი ისა რა ცნობილი ლექსი ტანოთან რა ბედნიერება როდესაც პარტნიორები ყავს ნიჭიერი ხალხი რაზეა აი არ ვიცი ნუ აი ამ არტისტმა უნდა ინატროს ესა რა რომ პარტნიორები შეხვდეს კარგი რა ნიჭიერები რა თქმა უნდა ინატროს სიხარული არ რეჟისორებიც უნდა ინატროს ჭო რა არის აი თეატრში გამიმართლა ძალიან რა აი კინოში ნაკლებად მაგრამ აი თეატრში ძალიან გამიმართლა იმიტომ რომ აი სულ კარგ რეჟისორებთან თამაშობდი და თან კარგ მასალაზე მუშაობდი სულ და პარტნიორებიც აი გენიოსები მყავდა რა თეატრში რა და ესენი აღარ არიან მაგრამ ეხლა ვინც არიან რა ესენიც და ესენი ეს ჯიგრები ბერიკა რამე ამბავი ვიცი რომ მაგაცები ვიყავით ახალგაზრდები რამე წამიყო მოდიოდი ბერიკა სასაული კაცი იყო აი სასაი ხო რა გრიცხეს მე მგონი რაც ერთი პერიოდი იყო ამბავი იყო ჩემს ცხოვრებაში ახლა ხო იცი მე როგორ ამაქხონა თეატრში რომ მოვდივარ ხო არ არსებობს რომ მე ცხოვრებაში წინა დღეს არ დამილევია სპექტაკლი რომ ახმელიაზე არ შეიძლება რომ ვითამაშო რა. იმ დღეს აგვერია რა რაღაც ესენი რა ხაშურში დავიწყეთ მე და ბერიკა რა 4 დღე მომდით თბილისამდე ჩამოსვლას. და სუგონია რომ აი ზეგა გვაქვს სპექტაკლი თუ მე ეს დღები შემოგვეცა სად ვიყავით 4 დღე არ ვიცი ჩამოვით სპექტაკლის დღეს ჩამოვედით
პირველად და უკანასკნელად ვითამაშე ნასვამმა სპექტაკლი ჭკუაზე არ ვიყავი ისე ვიყავი რა და დაიწვი კიდევაც რა ბაბაი ეჭვ რას ამბობს 12 წერილი იყო შესული ვალერი იყო მაშინ ასათიანი კულტურის მინისტრი და ვალერემ მითხრა 12 წერილი იყო შემოსულიო მეორე დილით რა იყო მე ვფიქრე მაყურებლების მეთქი არა აუ მაყურებლების არა იმის მაყურებელს ეშინოდა თუნდაც პირველი სამი რიგი როდის გადმოვარდებოდი სცენიდან ღრიალებ თუნდაც მინდა რომ გამოთქმით იმას აუქნა რომ ენა მებმება მთვალი ვარ ბიჭო რა თან ავარია მოგვივიდა პლუს გზაში ხელი გადახურნა სისხლით თავი ამ ხელა შიშკა თავზე ესე იყო მამა 12 წერილი იყო შემოსული იმიტომ გარბაჩოვის კანონი შემოვიდა ერთი კვირით ადრე სუხოი ზაკონი რო იყო და ჩვენ ორი ჯიგარი თავარულებს თამაშობთ მე და ბერიკა ერთი კვირის თავზე მოვოდით ესეთები რა სპექტაკლზე რა ვიდა გივი შედა ალიოშა ალიოშა ცეცხლებული მაგრამ უყვარდი ისე მწყდება მაგრამ უყვარდი სუბახსენებ გია მაგას ჩემი ვალი მართებს ვალი მაგას დანეზო ჭიკვიშვილს ვალი მართებს გოგოების და იმის ვალი ეს იგი ხო მთელი ცხოვრება გვაძახებდა ხო ვალი და ის თეგუს ხო უთხრა შეიძეს ბიჭო ხვამში იყავით თუ სად იყავით რაღაცა და იქ თუმე ღამე მიდიოდა ჭრაჭული ამ როგორიც რა და თემურმა უთხრა რომ ხალხს არ იძილებს უჩივლეს თუმე რა რომ ყოტელი ღამე ჭრაჭული ამ საწოლის თუმე და რა ვხრა ჭრაჭულობს ესე იგი თემურის უნდა მოეჭირა ეთყობა ის რაღაც საყვედურიო გვიან მოიყვანა მე მაგან სული გვიან ან სუდა დაამთავრა ტრაგიკულად დაამთავრა იმიტომ ძალიან ნიჭიერი კაცი იყო და აერია და სასამართლო გაგიბართლეს თუ გაგიბართლეს ეგაც ამხანაგური სასამართლო ეკაც ეკა რაღაც მედია ჯაფარიძემ დაგიცვა როგორც მე სულ მართლა ის გამოვიდან ეხლა ჩვენ დასაცავად რა ნუ ზივარ ჩვენ სამი დამნაშავეები მე ბერიკა და ალიოშა ხო იქით ესენის ხედა მთავრობის ხალხი რა ბიჭო მართლა ესეთი რამეა რა ერთი კვირის თავზე კანონის შემოსვლიდან ერთი კვირის თავზე ესეთ რამეს ვაკეთებთ რა ხო და არის ერთი ამბავი და ნუ გამოვიდა კოტე მახარაძე რომ რა შვებით ოგაზო გივიო თეატრიდან რო გაუშვეთო მაგის მაყურებელიო რა მაგაზე დადისო გივის ახლა გივი ხო ძალიან პოპულარული იყო და მართლა მაყურებელი გივის ანა ეგ გამოვიდა ოთარი თქვენ გიჟები ხო არა ხართ შეიძლება ამათი გაშვება უკაცო რომ გივი ეს პატარა ბიჭი არისო ცოდვა არის ხო ჩემზე რა ნუ და იმას უზამთო რა აი გამოვიდა ვიღარ ბოლოს მედია გამოვიდა ჯაფარიძე და ნუ ჩვენ არტისტებიო და სვავთო ყოველ სპექტაკლისინო თუ არ დავლიეთო ის გამართლებითო გვამართლებს იმათ არა ხო და აი მე რო ორი ბოთლი დავლიე გახსოვს ოთარ ო მახსოვს მედიკო მახსოვს ო და უკვე ხარხარი იყო რა დარბაში რა ჩვენები ხო ზიან მთელი თეატრია ხო მთელი დასი და ვიღარ ხალხი კიდე უკვე ხარხარია რა თეატრში რა და ხო და აი თუ ეს ორი ბოთლი თუ არ დავლიე მედია იზახის მედია და ორი ბოთლის და ხო და უკვე დარბაზი და მედიკო მოუმატე 3 ბოთლი 4 ბოთლი და ხარხარში და იმაში მე მიხვდნენ რა ეს თავრობის ხალხიც რა ეს გიჟები არიან ეს არტისტები რა არ გვაგდეს თეატრიდან მაგრამ სპექტაკლებს ითამაშებთ მაგრამ ხელფასს არ მიიღებთ და 6 თვე დაგვტოვეს უხელფასოდ კარგად ოღონდ სპექტაკლები ისა 12 სპექტაკლს თამაშობდი თითქმის ყოველდღე თამაშობდი სპექტაკლს და ხელფასი არა დაუჟიხართ ეხლა ეს არ არის 6 თვე უხელფასობა და ვეტანია ჯერა ხელფასი ქონდა და ისიც მე 6 თვე მაგრამ მაშინ რაღაცა იყო კიდე ის ხელფასი ეხლა გარბაჩოვის დროს არა ნუ ახლა არაფერი ფული არ იყო ის ხელფასიც არ ყოფნიდა მაგრამ თან რო 6 თვე უხელფასობს ნუ ძალიან ძნელია ოჯახი ყავს ის აკავს რაღაც რა თქმა უნდა ძნელია ძალიან ცუდი დრო იყო ჩემ. ოჯახი როდი შექმნილი გია რაღაცა ოჯახი. სკოლა რო და ისა ინსტიტუტი რო დამო. ინსტიტუტი რო დამთავრე მაგრამ მაშინ ახალგაზრდა 20-21 ჯგუფელები ვიყავით მე და ნინა რა. აჰა 20-21 4 წელი ერთად ვიყავით ინსტიტუტში და რო დამთავრდა მე ინსტიტუტი რო დამთავრდა და აგენ მიცნობს ვინავარ ავარ იცის ყველაფერი გას. გადაწყვიტა დიასახლისობა მე რატო არა ნუ ახლა არა დიასახლის არა რუსთაველში იყო რაღაც პერიოდი მე რაღაცა ითამაშა კაიროლებიც ითამაშა ის მის წლის საუკეთესო მსახიობი ის მისეს აი თეატრალური კავშირის ის უარი რა კინოში დანახილყავს კინოში ითამაშა რაღაცები ქეთისთან ითამაშა იმასთან ნანასთან ჯურჯაძესთან კი ბატონო კი მაგრამ მე ნუ რაღაცა წამოვიდა რა იმიტომ რომ ნუ აი მაშინ ის პერიოდი იყო რა
თეატრიდან ჩვენ თეატრიდანაც რო გაუშვეს არტისტები და რუსთაველიდან კიდევ უფრო მეტი გაუშვეს და ძალიან ბევრი წამოვიდა და ნინას არ ქონდა და პედაგოგობა დაიწყო რა და ეს არის ამეცადინებს ჟურნალისტებს რა მეტყველებაში და იმაში რომ ვარიციან კაი მეტყველება და აქცენტის სადასვან და რაღაცა ნუ მაგაზე მუშაობს რა და ამიტომ დაანება თან რატო არ გაყო გოგო რატო მოიგოვა საქმე ნუ არა მე გავაფრთხილე მეთქი არა მეთქი ჩაგიწყობ მეთქი რომ არ მეგიღო მეთქი არ მქონდა მაგის თავი ვისაც არ მეტყოდი არ მიიღო არ მიიღებდნენ რა და ეგ იქნებოდა ტყილა არც ეცადო მეთქი რა აუ რა მაგარია ეგ ჩაწყობა პირველად გამიგია ეხლა მასგან მამა რო აწყობს რომ არ მიიღოთ ბიჭო მაგ არა ნუ ხა შენი ბიჭია და ამიტომ შეეგუე ხო ახლა არტისტი რო გახდა და რაღაცა და გოგოს ძალიან ბიჭი კაცისთვისაც ძალიან ძნელია ხო ამდენი წელია ხო გამოვიარე ჩვენ ეს ისა რა და სულ დამოკიდებული ხარ სხვაზე ნუ რეჟისორზე რა მე იღბალი გჭირდება ძალიან რა ბიჭო კაცებს გვიჭირდა წარმოედგინე გოგოებისთვის ნუ აი ჩვენი პარტნიორები ქალებისთვის რა ძნელი ეს არის რა საშინელი პროფესიაა მაგხრივ საშინელი გეთანხმები კი არა და თან დღე და ღამე თეატრში უნდა იყო რაღაცა თუ გინდა რომ რამეს უნდა იმუშაო ძალიან მაგრა რომ რამეს მიაღწიო თუ არა და მე დაგწყდება გული რომ ნუ ვერ შედექი როგორც სახიობი და რაღაცა ხო და ნუ არ მინდოდა რა ერთი შვილი მყავს და ისიც ამ უბედურებისთვის როგორ გამეწირა რა ეხლა ჩევა მინდოდა მიკითხა ბოლოსკენ გავდივარ და მან სადა მაგის უკვე ფაქტიურად ჩევა არის ახალგაზრდების რა თქვი ხო და ხო არ ჩააბარო თეატრალურ ინსტიტუტში აი ეგეთი ამბავი რა მაგრამ თუ არ არის აი ფანატიკოსი თუ არა ხარ თეატრის ხო კი ბატონო არ უნდა ჩააბარო მარტო გეთახმები მეც და გეთახმები ისიც აი თქვა იყავი ფანატიკოსი თუნდაც ნიჭიერი იყავი თუ არ გაგიმართლა გაგიმართლა მაინც არაფერი არ გამო იღბალი რა თუ არ გაგიმართლა რამდენი ჩვენს თვალზე რამდენი არტისტი გაფუჭდა რამდენიც გინდა ნიჭიერი ხარ უამრავ ალიოშა რო ვახსენებ ალიოშა თან სვირელი კაცი იზახდა ბიჭო გადავირიე იმას მათაბაშებენ ანა კარენინაში მათაბაშებენ და სვიტლეში კნიაზ ტუშკევიჩი ალიოშა სვირელი კაცი და სამანიშვილში არ მათაბაშებდნენ ნუ ბიჭო იმებში ოტი აიოსელიანის და გეკურიაშვილში და იმებში არა და იმაში კიდე რა გვია გუსარს თამაშობდა რაკენ თემურიმსო დადგავ თამაშობდით მე და ჩხიკოვ თამაშობდით რაკენ კნიაჟნამერიში ხო კნიაჟნამერი გოსარი იყო ალიოშა ორი ღერი რუსული არიცოდა ის საწყო ანა კარენა ცხენი თუ გადაახტებიო მაგას არ წაიკითხავს ვითხარი ვინავარო ალიოშა მაგარი იყო ეს მაგარი იღბალი თუ არა გაქვს ხო თუ არ გაგიმართლა ძალიან იყავი ნიჭიერი და იყავი თავდადებული და რაღაცა და ნუ მე ვიძახი რომ მადლობა უფალს რა აი მომცა რა უფალმა თეატრში ძალიან რა ძალიან გამიმართლა თეატრში აი დაწყებიდან ინსტიტუტის პერიოდიდან რომ ლილის ხელში მოვხდი რა და მე აი მთელი ცხოვრება პარტნიორებშიც და რეჟისორებშიც ძალიან გამემართლა აი პატარა ბიჭობიდან თამაშობდი ის და რა არის მთელი ცხოვრება ვაკეთებ იმ საქმეს რაც ვიცი და რაც მიყვარს ამას დიდი ბედნიერება არაფერი არ არის ჩინელების ანდაზა იპოვე შენი საყვარელი საქმე და ცხოვრებაში არ იმუშავებო რა ესე იგი ნუ ეგ არის რა რომ ახლა ეს აი რაც გიყვარს და თან რაც იცი რაც გამოგდის და იმ საქმეში რო ხარ სულ გესმის და თან გიმართლებს კაი როლებს გაძლევენ კარგ რეჟისორებთან გიწევს მუშაობა ამას დიდი გამართლება ეხლა 90-იანი წლები არ დაგხვეულდა კიდე შენ და არა იმ 90 წელს იმდენი კინოში ვამბობ კინოში არა კინო მე გამოვტოვეთ 15 წელი კამერის წინ რატო ეხლა შენი ფაქტურის კაცმა რატო უნდა გამოვტოვო არა ნუ მე რაღაცა პერიოდი აკრძალული ვიყავი ეხლა შენ ყოფილიყო გოლივუდში ძმაო იქნებოდი აი მილიარდერი რა გიქცა იქაც რაღაცა ერთი პერიოდი იყო სულ თავარ როლებს ხედავდი ყველაფერს ითამაშებდი თუ რამე იყო რა არა მე ერთი პერიოდი აკრძალული ვიყავი არ შეიძლება ჩემი არა თუ კინოში რეკლამაში გადაღება არ შეიძლება მე გავიგე რომ დამთავრდა ის რეჟიმი თუ რაღაცა მე და კახი გადაგვიღეს რაღაც რეკლამაში რა ხო და ნუ ახლა ეს ვინც გადაიღო ეს რეკლამა და აუ და რა კარგები ხარ და რაღაცა და ისო მე ვთქვა თუ ესეთ კარგები ვიყავით რატო მე არ მივდივარ რეკლამაში სულ ორი რეკლამაში მაქვს და არ ვთვლი რა რომ ეს ჩემი საქმეა რა ხო და მე ვთქვი ადრე თუ ფულს გაძლევენ დიდი ფული მოგცეს გაიგე და მე ვთქვი ადრე რატო ადრე არ შეიძლებოდა თქვენი გადაღება ესე კინოში კი არა რეკლამაშიც არ შეიძლებოდა თუმე ჩემი გადაღება თეატრში ვერ ამიგზავნეს და თეატრში კი თამაშობდი კაცო 90-იანი წლები არ იმას მიქნა იმიტომ რომ იმ წლებში ძალიან ბევრი ვითამაში გია ჩემო კარგო ბოლო კითხვას დაგისვა აი უკან გახედო აი უკან ამ გადაცემაში ბოლოს თორე
ერთმა კიდე იმდენი კითხვები მაქვს, მაგრამ ნუ რა ვქნა დრო რეგლამენტი. აი, რო გადახედო შენ გავლილი გზას რა. უბრალოდ აი რას გასახებდი, აი რას იფიქრე, აი რაღაცა რა დაგაკლდა, აი რა მაინტერესებს იცი, იზარმაცე იმ რაღაცა არასწორად კაცრი იყავი, აი რამე გან გაწუხებს როგორ აი შენი გავლილი გზაზე რა სიტყვი რა აი უფრო შრომის მოყარე იქნებოდი აი რომ თავიდან რომ დაგაწყებინოს უფალმა ყველაფერი რა აი ერთადერთი ეგა რას გამოვასწორი ერთადერთი ეგა რომ სულთელი ცხოვრება მიყვარდა შრომა ნუ ეს ამ სპეციალობაში მანამდე კიდე კალათბურთში თავს ვიკლავდი იქაც ეგეთი ის ვიყავი რა რაღაც აი თავგადაკლული ის ვიყავი რა მოთამაშე რა და იმაში ამიტომ შრომა არა ერთადერთი რასაც ვამბობ რომ ამ გადასახედიდან და უფრო ადრეც ვფიქრობდი და ეხლაც ვფიქრობ და ალბათ სანამ ვიქნები ცოცხალი იმდენი შეცდომა მაქვს ცხოვრებაში და მაგას რომ მოუყვიმე რამდენი და იმდენი აი ისაც იმიტომ სულ აი მონანიებაში ვარ და სულ აი ლოცვაში და იმაში რომ აი უფალმა შემინდოს და თუ რამე არის მე მაზღვევინოს და არა სხვა შემს მაგივრად რა არ არსებობს ადამიანი ვისაც არ აქვს შეცდომები დაშვებული ცხოვრებაში კი ბატონო რა და როდესაც შენ ამას იაზრებ და ამას მე ინანიებ გესმის აი თითქოს რაღაცით იმს მაგრამ თითქოს კი ეგ არის მონანიება თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება ალბათ ხო ალბათ ისევ რაღაც შეცდომებს დაუშვებ ამდენს აღარ რაღაც შეცდომებს ალბათ დაუშვებ იმიტომ რომ ადამიანის ბუნება არის ესე მოწყობილი რომ გინდა არ გინდა ეშმაკი წაგიყვანს რაღაც პერიოდში რა მაგრამ შენ უნდა მიხვდე რა რომ ეს ეშმაკის მიყავ ხარ იქა და მაცდუნებელია საშინელი ხო ეს ეშმაკი და არა ნუ ცოდვილები ვართ ეს ადამიანი ამიტომ იმდენი მაქვს მე რომ დავიწყო რა კონკრეტულად არა ვერ მოგწევ არა იმდენი და ყველა ადამიანი შენ კი არა აი ელემენტარულად ყოველდღიურად აი გამოვდივარ ხოლმე აი ხლა ბოლო პერიოდში თან ხო ეს რაღაც პოპულარობა ხალხი გიყურებს გსნობს და რაღაცა ხო ნუ არის რა ამ ჩვენ პროფესიას ახლავს ესა რომ რაღაცა ხავს გონი ხარ ძალიან ისეთი კაი ტიპი რა ხო და შეიძლება არც ახარ კაი ტიპი რა არის იცი რომ რადგან გიყურებენ რაღაცა აი ხანახან გამოვდივარ ხოლმე რა ყოფი ცხოვრებაში რა სპობილებიდან და რაღაც აი ჩემი ყველაზე ცუდი თვისება ეს არის რა ეს რა ქვია მრისხანებაში ჩავარდნა იოლად ეს ერთ-ერთი ძალიან დიდი ცოდვა არის და ისა და ვერ ვიმაშვები ეს ემოციას ვერ ვაკავებ და რა და ისე მცხენია ხოლმე რა მეორე საღამოს ან იმავე საღამოს აუ რატო გავაკეთე ვიღაცა ხო დამინახავდა ამას და თქვათ არც არავინ დაგინახა და არც არავინ არ გაკიცხა შენ ხო იცი რომ ეს ცუდი არ ახარ მართალი შენი თავის და უფლის წინაშე მარტო აი რო არავინ არ არის და აი რო დარჩენე მარტო რო ფიქრობ ხო აი მაშინა ხარ და იმდენი რა ვიცი ერთი ხუთი ცხოვრება ჭირდება რომ ამ ერთი ნაცხოვრების ცხოვრების ცოდვები გამოვისყიდო რა დედაცორე მე შენ გიო უგრმესი მადლობა მის მოსვლისთვის კაი ინფორმაცია უნდა შემოვიდეს და ვამთავრებ სამწუხაროდ თორე დილამდე ვიждებოდი ჩემო კარგო ვამთავრებ ეხლა უნდა გავამთავროთ გადაცემა მე ვფიქრე რამე სუდი ხარ ხდება არა ინფორმაცია შემოდის ყოველ საათში ერთხელ თორე ხარ რომ გადაცდენის უფლება არა ძალიან დიდი მადლობა გიო მოგზაურობისთვის აი დიდი პატივი იყო ჩემი მასპინძლობაში აი რა ჯაპა არა შემოგივლო ჩემი თავი გიო აი ძველი ვარ ზეჭო ახლა ეს დიდი პატივი შემითავარ შენ და ჩემო კარგო ადამიანი და მინდა გიშო რომ ჯანი მინდა გისურვო და ყველაფერი კარგად იქნება დარწმუნებული ვარ და შენ ის კაცი ხარ მებრძოლი კაცი ხარ და უნდა დადგე და დადგები ვიცი და დიდხანს იქნები და კიდევ წარმატებებს ნახავთ ჩვენსაც აიღო ჯერ კიდე აგერა ვარ კაცო ახალგაზრდები ვარ და კიდევ ნახავთ სპექტაკლებს შენ დავდგებით ერთად სცენაზე კი ბატონო ერთი მინდა ერთი ხო დახვრიტე ერთი კაკუცი ერთი დახვრიტი დამხვრიტე ხო ერთი დახვრიტე დახვრიტილი მყევ ხარ და ეხლა მინდა რომ რაღაცა პირიქით შენ დამხვრიტო რა დიდი სიამოვნებით რა თქმა უნდა რა დიდი მადლობა ყურადღებისთვის და აბა ბედნიერად იყავით მომავალ ქუჩაბათამდე ბატონებო და კალბატონებო აბა თქვენ იცით ბედნიერად იყავით მშვიდობით ბრძანდებოდეთ გიყვარდეთ ერთმანეთი მოუარეთ ერთმანეთს თქვა გეუბნებით მე თქვენ